გოგოებო, ზამთრის დისკოტეკისთვის მაკიაჟი ხომ არ მოიპიკრეთ? მინდა წითელი თვალები და წითელი ტუჩები გავიკეთო. ჯობია ეს არ გააკეთე. ჯინი მართალია, უმჯობესია ერქრემზე გაამახვილო ყურადღება. ტუჩებზე ან თვალებზე. როგორ ავირჩიოთ? ვაჩვენე კოსტუმი და არჩევაში დაგეხმარებით. ძვირფასო ამელია, ნება მომეცი ამ შესანიშნავ წვეულებაზე დაგპატიჟო. არა, ეს ყველაფერი არ გამოდგება. არა, არც ეს გამოდგება. სიტყვები ძალიან ბევრია. იქნებ უბრალოდ დისკოტეკაზე წავიდეთ. ესეც არ გამოდგება. ამელკას ეს არ მოეწონება. შეიძლება ერთი წუთით გესაუბრო? რა გინდა? გოგო, დისკოტეკაზე უნდა დავპატიჟო. ახორება მჭირდება. კარგი. ვერ გეტყვი, არ მინდა რომ შენიცოდე. უბრალოდ თქვი, ლამაზი ხარ. მინდა შენთან ერთად დისკოტეკაზე წავიდე. სულ ესაა? საკმარისია. კარგი, სანამ დამავიწყება ჩავიწერ. ამელკა, მინდოდა მეთქვა რომ? მე მინდოდა მეთქვა რომ რა იყო? ამელკა შენ? რა წერია? შენ ვირთხა ხარ? გასაგებია, ლეო. ამელკა, ამას არ გულისხმობდი. მინდოდა შენ, მე, ჩვენ, შენ, მე ერთად ყოფილიყავით. გინდა ზამთრის დისკოტეკაზე დამპატიჟო? კარგი, დიახ. შენი ნათქვამის შემდეგ მე ნამდვილად არ წამოვალ შენთან ერთად. საშამ უკვე დამპატიჟა. საშა? კარგი, ახლავე მოვაგვარებ მასთან. დამშვიდი, შენი ბრალია. ყველს წინასწარ უნდა გაეკეთებინა არჩევანი. კარგი, ანუ შენ წამოხვალ ჩემთან ერთად? არა, მე უკვე შხოს დავპირდი. ეს საწყენია. შეხედე, ეს სახალისოა. ხო. შეხედე. ჯინი, დისკოტეკაზე ჩემთან ერთად წამოხვალ? კარგი. ლეო, მე უკვე მყავს მეწყვილე. მართა, წამოხვალ ჩემთან ერთად? რა თქმა უნდა, არა. მეც მყავს მეწყვილე. შენს კი ყავს მეწყვილე? ვაუ, ეს საოცარია. შეგიძლია გოგოებს კლასიდან დაურეკო. იქნებ ვინმე ჯერ კიდევ ვერ იპოვა მეწყვილე. ო, ახლა კი დაიკარგე აქედან. გამარჯობა ნასია, გახსოვს როცა ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში? გინდა ჩემთან ერთად დისკოტეკაზე წასვლა? გასაგებია. ასე რომ, ესეც არ წავა. ეს. კარგი. ხო და ეს უკანასკნელი გოგო იყო, ვისაც ვიცნობ. მომიწევს მარტო მეწყვილის გარეშე წასვლა. დათიქდი, წელს ყველა მეწყვილით მოვა. კი, ყველა ლეოს გარდა. ის ერთადერთი ლუზერია, ვინც მეწყვილის გარეშე კარგის რა. კარგი, მე მომთ გავაოცებ. აი ნახავე. ნუ თუ გონიათ რომ ლუზერი ვარ, მე თვითონ ვიპოვი ისეთ გოგოს რომ ყველა პირს გააღებს. მაგრამ სად შემიძლია მისი პოვნა? ეს ამელკას მკითხაობის დღიურია. ამ წიგნით შეგიძლია ნებისმიერი არსების გამოძახება. ნებისმიერი არსება? კარგი. ანუ ადამიანიც? გოგო უნდა გამოვიძახო. გრძელფეხება ლეიდი. ამჯერად არა. საშინელი თოჯინა. არა. სერბი ქალბატონი. ეს პოპულარული მიმგოგოა. კარგად იცვამს და კარგად ცეკვავს. ის სერბეთიდანაა. ეს არის ის, რაც მჭირდება. ახლა უნდა მოვიფიქრო, როგორ გამოვიძახო. და თუ ლეო მეწყვილეს იპოვის, დამიჯერე ის ვერავის იპოვის. მეწოდება, სკამზე სრულიად მარტო იჯდება. შემდეგ ჯერზე ის წინასწარ მოიწვევს გოგონას. გოგოებო, ნიორი გვაქვს? დისკოტეკამდე ნიორი უმჯობესია არ მიირთვა. რა მნიშვნელობა აქვს მისთვის? მასთან ერთად ისედაც არავინ იცეკვებს და მით უმეტეს არც აკოცებენ. ვილად იცინით, ნახავთ, საუკეთესო შეყვარებული მეყოლება. აი ნახავთ, ყველანი გაოცდები. ნიორი სამზარეულოშია, დროა დაიმახსოვრო. იდეა მაქვს. მოდი ლეოს ხუმროლო მოუწყოთ. როგორ ზუსტად? მოდი აქ. მოკლედ გეტყვი ახლა. ასე რომ ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც წიგნშია მითითებული.
გამარჯობა ქალბატონო. აქ ხართ? ქალბატონო. ვიცოდი რომ ეს კიდევ ერთი ტყუილია. არც ერთი ქალბატონი არ მოვა ჩემთან. ლეო, შეიძლება? შემოდი. უბრალოდ იმის სარქმელად მოვედი, რომ ვიღაც მოვიდა შენ სანახავად. ვინ? ვინ მოვიდა და? ვიღაც გოგო, დისკოტეკაზე მეწყვილეს ეძებს. მართლა? ახლავე ჩამოვალ. სად არის გოგო? ის აქ არის, ხესთან. გამარჯობა, დისკოტეკაზე მეწყვილეს ეძებს შენს? ჩემი სახელია მაშა. კარგი. მე ლეო მქვია. არ მახსოვ ხარ? ჩვენი სკოლიდან ხარ? მოიცა, ასე ახლოს ნუ მოხვალ. ხო, მაგრამ როგორ ვიცეკოთ თუ მორცხვი ხარ? კარგი, ერთმანეთი უკეთებნა გავიცნოთ. ახლა კი მოდი მაკოც. მომშორდი. სასაცილო მგონიათ? უბრალოდ დამცინით. ძალიან მაწყენინეთ. ძალიან ზედმეტი მოგვივიდა? ის კარგად იქნება. მე იზიზღება გოგოები, ისინი ძალიან სასტიკები არიან. კარგი. აუ, რა გავაკეთე? მოჩვენება გამოვიძახე. ის ისევ იქ არის. როგორც ჩანს, ის სერბი ქალბატონია, მაგრამ რადგან მე თვითონ გამოვიძახე, მომიწევს მასთან საუბარი. გამარჯობა, მე ლეო მქვია და შენ? სერბი ქალბატონი ხარ, არა? და შენ დიდად მოლაპარაკე ტიპი არ ხარ, მომწონს. არ აპირებ ჩემზე რამის დაშავებას, ხო? ჩვენიერია, ახლა შენ ჩემი მეწყვილე ხარ წვეულებაზე. გინდა ჩემი მეგობრები გაიცნო? მესმის. ისევ მორცხვი ხარ, არა უშავს. აქ დასახლდები, ტუალეტი აი აქეთ არის. აი ისიც, შეხედე. ვაუ, ის ულამაზესია. ო, ლეო, კარგი ამბავი გვაქვს შენთვის. როგორი? რადა? ამილკამ წვეულებისთვის მეწყვილე გიპოვა. უკვე მყავს მეწყვილე. მეწყვილე? როგორ? ხო, ნახევარი საათის წინ ტიროდი რომ არავინ ყავდა. სამყარო გაჩერებული არ არის ჩემთვის. და სად არის შენი შეყვალებული? ის საძინებელშია. ის ჩვენ სახლშია? წამოდი, მისი ნახვა მინდა. არა, ის ჯერ არ არის მზად. უბრალოდ მივესალმებით. კარგი, გოგოებო, როცა მოუნდება, მაშინ გამოვა. არა, ლეო? დიახ, ამასობაში მას საჭმას მოუტან. მაინტერესებს ჩვენი სკოლიდანაა თუ არა? მოდი გავისნოთ და ყველაფერი ვკითხოთ. გოგოებო, გაიღვიძეთ. ლეოს არანაირი მეწყვილე არ ყავს. რატომ ფიქრობ ასე? აშკარაა. როგორ გამოჩნდა ასე სწრაფად? და როგორ შევიდა სახლში? დაინახეთ ის? არა? არც მე. რატომ უნდა იტყუებოდეს ლეო? ის რაღაცას გეგმავს და ჩვენ უნდა გავარკვიოთ. კარგი, და წავიდეთ და უთვალთვალოთ. ან მოусმინოთ. გოგოებო, ეს ცუდია. კარგი რა, ამილკა. არ გაინტერესებს? რა თქმა უნდა, მაინტერესებს. მაშინ წავიდეთ. გინდა წახემსება? მაქვს რამდენიმე ნუგბარი. შემიძლია კიდევ მოვიტანო. დიეტაზე ხარ? მესმის. მისმინე, წვეულებისთვის გამოცვლა ან მაკიაჟის გაკეთება არ გჭირდება? არასწორად არ გამიგო. ისედაც ლამაზი ხარ, მაგრამ ლეო, ვიღაცას ესაუბრება და არ ჩუმდება. ის თავის თავს ელაპარაკება. მართალია. გოგოს ხმა საერთოდ არ მესმის. არც მე. დამტკიცება აღარაა საჭირო. მასი გოგო არ ყავს. წავიდეთ. უბრალოდ დრო დავკარგეთ. მისმინე, რა მოგწონს უფრო მეტად? ეს თუ ეს? არც ერთი? მეც დიდად არ მომწონს მართას ნივთები. გინდა ამელკასთან სასმელი მოგიტანო? კარგი, მაღაზიაში წავალ და ახალ კაბას გიყიდი. აქ დამელოდე, მალე მოვალ. გოგოებო,
იცით რა? ახლა მივხვდი რომ ფეხსაცმელი კაბას არ უხდება. რატომ არ იცმევ სხვა კაბას? კარგი. მაშინ ჩანთა და კოლგოტი უნდა გამოვიცვალო. ხო, არ ვიცი რა გირჩიო. გოგოებო, დამეხმარეთ გოგოსთვის კაბა უნდა ვიყიდო. მაშინ წაიყვანე ის და ერთად წადით მაღაზიაში. არა, მას არ უნდა მაღაზიაში წასვლა. ის უცნაურია. მე მიყვარს შოპინგი. ის ისეთი მაღალია. როგორ ფიქრობთ, რა ზომის ტანსაცმელი მოერგება? კითხე შენ შეყვარებულს მისი ზომის შესახებ. ო, ლეო, აიღე M ზომა და არ ინერვიულო. მესმის, მაგრამ ჩემს შეყვარებულს ნუ შეაწუხებთ. ძალიან მორცხვია. წავიდეთ სანახავად? სწრაფად წავიდეთ. გამარჯობა, ლეოს შეყვარებული ხარ? ჩვენ მისი მეგობრები ვართ. შენთან შესახვედრად მოვედით. გჭირდება დახმარება უმზადებაში? კარგი, შემოვდივართ. გოგოებო, ეს რა იყო? კარგი. ყოველ შემთხვევაში ლეო არ იტყუებოდა. იქ ნამდვილად ვიღაც გოგოა. ვიღაც გოგო? ის გიჟია. სინამდვილეში მეგონა რომ ეს თოჯინა იყო რომელიღაც საშინელებათა ფილმიდან. კი, დიდი ხანია ასეთი საზღარი რამე არ მინახავს. არ მიკვირს, ხოლოდ რომ მე უცნაური ადამიანი დათახლებოდა ლეოსთან ერთად წასვლას. ის გოთია? ეს ნამდვილად არ მაინტერესებს. ლეო, მოვიდეს და ყველაფერი აგვიხსნას. გოგოებო, გავიდეთ გარეთ, სანამ ლეო არ დაბრუნდება. მეშინია ამ გოგონასთან ერთად ერთ სახლში ყოფნის. გეთახმები. მართლა მელოდებოდით ამ სიცივეში მე? ლეო, შენთან სერიოზული საუბარი გჭირდება. როგორი საუბარი? კაბა უყიდე ჩემს შეყვარებულს. ის წვეულებაზე ყველაზე ლამაზი იქნება. სწორედ ამაზე გვინდოდა საუბარი. კარგი. თქვენ არ შეაწუხეთ ის, ხო? ლეო, ჩვენი შნახეთ, ის საშიშია. ბოლო დროს სარკეში საკუთარი თავი გინახავთ? ეს არ გვინდოდა გვეთქვა. არ გონია რომ ის უცნაურია? ცოტათი. მართალია, უცნაურია. ამალკა ეჭვიანობ? თუ რა არის? ო, რა თქმა უნდა არა. კარგი. უბრალოდ უცნაური გოგონების სახლში შემოყვანა არ შეიძლება. და ახლა მითხარი, სად გაიცანი და ვინ არის ის? გვითხარი. მე მას შევხვდი მაღაზიის გარეთ. ნაგავსაყრელზე არისო? ახლავე გაჩვდი. ახლა საერთოდ არაფერს აღარ გეტყვი. რა ქვია მას? მას ქვია მარინა. კარგი გოგოებო, მარინა მელოდებოდა, უნდა წავიდე. ეს მარინა არ მომწონს. რაღაც ჭირს მას. ხო, ლეოც უცნაურად იქცევა. თითქოს იტყუება. არ მინდა ამ მარინასთან საუბარი, მაგრამ უნდა ვისაუბროთ. თავარია რომ მან არ მოკლას. რაღაც ვიყიდე, იმედია მოგეწონება. არ მოგწონს? ბოდიში, უბრალოდ ტანსაცმლის არჩევაში არ ვარ კარგი. კარგი. იმედია ეს მოგეწონება. შემოვიდეთ? თქვენ უკვე შემოხვედით. მარინასთან შესახვედრად მოვედით. ბოდიში რომ პირველად გავიქეცით. ხო, იმიტომ რომ როგორ გითხრა, არაჩვეულებრივად გამოიყურები. მე ამელკა კარამელკა მქვია. ეს ჯინი სპრინგსია. ეს კი მარტა მატრესია. კარგი, მარინა სასიამოვნო საუბარი იყო. უნდა მოვემზადოთ. კი, შენ და ლეოს მარტო დაგტოვეთ. კი, კარგი ურთიერთობა გაქვთ. ნახვამდის. ჰეი, მისმინე. ბოდიში რომ თქვი რომ მარინა გქვია, უბრალოდ ვერ ვიტყოდი რომ სერბი ქალბატონი იყავი. მიხარია რომ არ გეწყინება. იმედია გოგოებთან დამეგობრდები. წვეულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. რატომ შედვართ აქ? ხოლოდ მე შემოჩნიე ეს თუ საერთოდ არ ლაპარაკობს იგი? მეც ასე ვფიქრობდი. ლეო ალბათ სიტყვის თქმის უფლებას არ მისცემს. ან იქნებ მასა შეუძლია ლაპარაკი? მაშინ ლეო ძალიან კეთილშობილურ საქმეს აკეთებს. ლეო მარიცის როგორ მოიქცეს კეთილშობილურად. ნახეთ რა ჯელტმენია. ჩაი ხომ არ გნებავთ? ჩემი საყვარელი ქალბატონისთვის საუკეთესო ჩაი უმაღლესი მთიდან. ო, ლეო, ეს მაღაზიის ჩაია და შენ კი არა, ეს ამელკა მიყიდა.
შური გალაპარაკებთ. შურიო, ამბობ იმის გამო რომ ჭიქაში წყალი ჩაასხი? მე ჩემს ქალბატონს უკეთებ ამას. თქვენი ბიჭები სად არიან? სად? დიახ, ალბათ კონსოლზე თამაშობენ და თქვენზე არც კი ფიქრობენ. ეს დან ალბათ ბასრია. შეიძლება დაშავდეთ. მე ამას წავიღებ. ის მაშინებს. მეც. კარგი, გოგოებთან დაგტოვებ და მე კიდევ მაქვს რაღაც საქმეები. კარგი. ლეო, შეგიძლია მარინა თან წაიყვანო? კი, ის ჩვენთან მოისხენს. დიახ. დიდხანს არ დავაგვიანებ. კარგი. შეგვიძლია სამაგიდო თამაშების თამაში? გაგიჟდი? მისგან 1 კილომეტრის რადიუსშიც არ მივალ. სადა უნდა მოვიკრიბოთ. ეს ლეოს შეყვარებულია. მასთან და მეგობრობა გვჭირდება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საინტერესო თამაში. ისინი მოგეწონება. გვიამბე რაიმე შენ შესახებ. რომელი სკოლიდან ხარ? კარგი, მოდი ვითამაშოთ. მარინა, იცი როგორ უნდა ითამაშო? ჩვენ რეგრიგობით ვიზრობთ ამ ბლოკებს და ვინც კოშკს და ანგრევს, აგებს. ახლა ჩემი ჯერია. აი დავიწყეთ. მაინტერესებს, ლეო სად არის? კარგი. იქნებ დაავიწყე, კარი საიდან იღება ისევ? ლეო ისეთი სულელია. კი. დამშვიდი. არაფერია. როგორც ჩანს, მას არ მოსწონს, როცა ლეოს შეურაცხყოფას ვაყენებ. მარინა, ლეოს არ ვაწყენინებთ. ეს უბრალოდ ხუმრობაა. სინამდვილეში ჩვენ მეგობრები ვართ. ის ნამდვილად ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოიქცა. ვინ მოიყვანა ლეომ ჩვენ სახლში? გოგოებო, ცოტა მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. კიდევ ერთი სახალისო თამაში მაქვს. ახლა ემოვიდან. კარგი, მართა. დაარიგებ? შეგიძლია მასთან უფრო ახლოს მიხვიდე? არ გიკვენს. ამაში დარწმუნებული არ ვარ. პირველი მოდი მე დავიწყებ. მე, მარინა, ახლა შენი ჯერია. ნეტავ ლეო მოსულიყო. იმ სულად გოგოსთან ჯდომა აღარ მოგვიწევდა. მარინა, დამშვიდი. კარგი, ყველაფერი კარგადაა. მას შენი არ ესმის. წავიდეთ აქედან. სულ ესაა, მოთმინება ამომეწურა. ლეო სულ ეკავ. სწორია, წაიყვანოს თავისი გიჟი შეყვარებული. გამარჯობა, ლეო. ახლა ვედაბრუნდი. როგორც ყოველთვის, ლეოს გამო პრობლემები გვაქვს. ლეო არ არის პასუხისმგებელი შეყვარებულის ქმედებებზე. მხოლოდ გიჟები და ლუზერები დადიან ხოლმე მასთან ერთად. კარგი, და ჩვენ გიჟები ვართ თუ ლუზერები? დააღე, თქვენ თვითონ ჩაიკეტეთ. ლეო, მარტო ხარ? კი. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. რა იყო? თქვენს გამო არ მქონდა დრო რომ ჩემი ქალბატონისთვის ყვავილები მეყიდა. დაივიწყე ყვავილები. ის მათ არ იმსახურებს. არა, იმსახურებს. ლეო, მარინაზე უნდა ვისაუბროთ. ის ნორმალური არ არის. დიახ, და ჩვენ გვინდა რომ ის ახლა ვეწავიდეს. რატო? რა გააკეთა მან? რადა? ის გიჟია, თავს დაგვესხა. რა? იტყუებით. ვერასდროს დავიჯერებ. ის კეთილია. კეთილი? გაგიჟდი? ლეო, ნუ ვიჭყუბებთ. უბრალოდ წაიყვანე აქედან. ის ძალიან საშიშია. კარგი, მესმის, არ გინდათ რომ ბედნიერი ვიყო. რა სისულელია ეს? როგორც კი შეყვარებული ვიპოვე, მაშინვე მასზე თავდასხმა დაიწყეთ. ეს ასე არ არის. ეს მართალია. უბრალოდ გინდათ რომ მთელი ცხოვრება მარტო ეს ვიყო. სიმართლეს არ შეესაბამება. ხედავ რომ ასია. უგოლოები ხართ. კარგი, ლეო, შეგიძლია შენ შეყვარებულთან ერთად გაატარო დრო, მაგრამ ეს ბოლო შემთხვევაა. ამელკა, ვიცოდი რომ გამიგებდი ამ ორის განსხვავებით. ამელკა, შენ გააფრინე? ის შენ სახლიდან უნდა გააგდო. კარგი, გოგოებო. მე ლეო შემეცოდა. საერთოდ მეწყვილის გარეშე დარჩებოდა. მარტო. ამელკა, სერიოზულად?
როგორც ყოველთვის, რაც გინდა ისქენი. მე ამ ოთახიდან არ გავალ. მეც, სანამ ეს ფსიქოპატი აქ არის. სინამდვილეში არც მე გავდივარ გარეთ. კარგი, გოგოებო. აქ ერთი სურალი ლეოს გამო ჩავიკეთეთ როგორც ყოველთვის. კი, გოგოები შენზე ისეთ საზღარ რაღაცეებს ამბობდნენ, მაგრამ ეს საერთოდ არ მჯერა მათი. მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არ აგირჩევია წვეულებისთვის ჩასმულობა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი წვეულებაა. მომზადებას კი არ შემიძლია. არ ამგონია საერთოდ სადმე წავიდე და მე მაინც მივდივარ. მე ლამაზი ვარ ჩვეულებრივ ტანსაცმელშიც. მართალი ხარ? მეც მივდივარ. კარგი გოგოებო, ლეოს და მის გის შეყვარებულს გეგმების ჩაშლის უფლებას არ მივცემთ. მართა, რას კითხულობ? რაღაც მონსტრის შესახებ. სერბი ქალბატონი? კი, დღეს გავიგე მის შესახებ. კარგი, ის ვინმეს გახსენებს? მე ასე არ ვფიქრობ. სურათი იმდენად ცუდია, ვერაფერს ვარჩევ. გოგოებო, გონი ის არის ლეოს შეყვარებული. შეუძლებელია. თავად შეხედე, ის ზუსტად მას გავს. ამელკა, მართალი ხარ, ეს ისაა, 100%. რა უნდა გავაკეთოთ? ლეოს საფრთხეშია, უნდა გავაფრთხილოთ. ჯინი, შენ ჩემთან ერთად მოდიხარ. მართა, აკი ჯეკი და სერბი ქალბატონის შესახებ მეტი ინფორმაცია ეძებე. შემდეგ კი ამელკა გადავარჩინე და პორტალი დავლუქე. კი, მე გმირი გვარ. ლეო, შეგვიძლია ერთი წუთით გესაუბროთ? ვერ ხედავ, საუბრობთ. სასწრაფოა. ბოდიში, დიდხანს არ დავყავდები. ლეო, იჩქარე. რაშია ისევ საქმე? კარგი, მოიცადე. ლეო, არც კი ვიცი როგორ გითხრა. შენი შეყვარებული ის სერბი ქალბატონია. სერბი ქალბატონი? შეუძლებელია. ეს გამორიცხულია. თავად შეხედე. კი, აქეთ შეხედე. ხედავ. მოიცა ერთი წუთით. იცოდი რომ ეს სერბი ქალბატონი იყო? რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. ლეო, შენ საერთოდ არ იცი ყვირის თმა. კარგი, ვიცოდი. ვაიმე, რა სულელი ხარ. ის საშიში არ არის, ის ძალიან საყვარელია. ასე შენ ფიქრობ? მითხარი, საიდან გაჩნდა? მე თვითონ გამოვიძახე იგი. ტვინით მაინც ფიქრობ? ისევ შენს გამო ვარ უსიამოვნებაში. კარგი, დამშვიდდით, ის უსაფრთხოა. უბრალოდ ცეკვა უყვარს. ნახეთ, აქ რა წერია? სერბი ქალბატონი. როგორც კი მუსიკა ჩაირთვება, გაბრაზებული დგება და თანას იღებს. ხო, ეს არ ვიცოდი. როგორც ყოველთვის არაფერიც აგიკითხავს. ბოდიში გოგოებო. როგორ ვაპირებთ მისგან თავის დაღწევას? სერბი ქალბატონის მოშორება შეგეძლიათ ვერცხლის სამკაულით ან ცეკვის დუელში მისი დამარცხებით. მხოლოდ ეს ორი გზა არსებობს. ფიქრობ სამკაულების ვარიანტი უფრო ადვილი იქნება. კი, არ ამგონია ცეკვაში დავამარცხოთ. აი? შეგიძლია დაუბრუნდე შენს ქალბატონს. არა, არსად მივდივარ. მიდიხარ. როდესაც მასთან ერთად ჩაიდალიე, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა გეშინია. მიდი, ლეო, შენ უნდა აგო პასუხი შენს ქმედებებზე. მიდი, წადი იქ. ქალბატონი იქ არის. მომისმინე ქალბატონო, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მაგრამ საიდან მოდის მუსიკა? ჯანდაბა, ლეოს საქმე ცუდად აქვს. გოგოებო, ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ. მზად ხართ? სამფლაზე 1, 2, 3. წავიდა. გააგრძელეთ. გოგოებო, თქვენ გადამარჩინეთ. ლეო, დავიღალეთ შენი გადარჩენით. ისწავლე საკუთარი თავით აზროვნება. კარგით რა, ეს არც ისე საშიში იყო. ლეოსთვის ცეკვის შანსი უნდა მიგვეცა. კარგი, და მე შევძლებდი სერბი ქალბატონის დამარცხებას. მიდი, იცეკვე. ასეთი ცეკვის შემდეგ აუცილებლად მოკდებოდი 100%-ით. დიახ, ის შენ არ დაგინდობდა. კარგი, მე მგონი საშას დაურეკავ და ვეტყვი რომ დისკოტეკა გაუქმებულია. კი, მეც მომბეზდა ცეკვა. გიყვართ ცეკვა? დაწერეთ კომენტარებში. ასევე აუცილებლად გამოიწევეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ არის ღილაკიც. წინ, ბევრი საინტერესო რამ გველის.
სნიზა, სნაპიზა, სნაპი, სნაპი, სნაპიზა. სნიზა, სნაპიზა, სნაპი, სნაპი, სნაპიზა. კარგად.